კონსერვების დრო დადგა. ნინო არაჩვეულებრივად აკეთებს ამ ჩვენი ხარისგულა პამიდორის გაფია რა საწები ლეჩოს რომ უძახ. რადევს მაგაში ნინო? ერთათი ხარშება ყველაფერი. პომიდორი, ბულგარული, ბაშლი, სტაფილო, ხახვი, წარე წიწაკ, ნიორი. კარგად მოიხარშება და მოხარშულს უნდა შეატყო იმით, რომ ხახვს ხელს რომ მოკიდებ, უნდა იყოს ძალიან გარბილებული, იმიტომ ხახვი ყველაზე გვიან იხარშება. და მე ერთად გაიცრება ან დაბლენდერდება, მაგრამ ის არის სხვა რამე და ეს არის ჩიჟი-პიჟისთვის მხოლოდ პამიდორი მარილი. ჩემი ინტერესია რომ ამ პამიდორიდან საუკეთესო ნაყოფებისგან ავიღოთ ესი. ესაა ჩემი ინტერესი. ის რბილობი რომ რჩება, ამიტომ მოვიგონეთ ეგ ჩიჟი-პიჟი თუ არა. ჩემი საქმე ესაა. აჰა. ესაა ჩემი ოქრო. ხო, ნამდვილად. ხო, ამასა ამ პამიდორებს ზოგი მამაჩემს მოყავს. ზოგი ნახე რა ფერებია. შეხედე როგორი. ბაშლივით და დაცვარულით რა. ამ პამიდორებს ზოგს ჩითილებს ვაძლევთ და ვარგვევინებთ ქართლის სოფლებში იმ პირობით რომ მე ჩვენ თვითონ მოვყიდიან ნაყოფს რომ თესლი ავიღოს საუკეთესო ნაყოფებს დავამწიფებ და ავიღებ თესლს ნახე როგორი და როგორი გულია როგორი და საუკეთესო და ამით გაკეთებული ყველაფერი ამაში ახლა არის არ ვიცი სასწაულია ეს ისეთი გემოაქ რომ ამასაც პამიდორი ერქვას და იმასაც ზურა ეს დასალევათაც კარგია, ცივი წვენი. მე არ შემიძლია და. უინი არა. გემრი. კი, ხო იყიდება ყოველთვის. ამ ხავში ჩავახედოთ მაყურებელს. მხოლოდ კანი აქვს გაცლილი, ნათია და იხარშება პამიდორი, როგორც კი გარბილდება, მერე დაბლენდერდება და ესე მდუღარე ქილებში, გასტერილებულ ქილებში ვასხამთ სახურავსაც, ვასტერილებთ. კარგად ისე რომ ჰაერია შეეპაროს, ყოველ ჯერზე თუ ქილა გამოყენებულია წინაწელს, აუცილებლად ახალი სახურავი უნდა დავაფაროთ. ცალკე იყიდება. კარგად დავადუღებთ ამოვაშრობ. კი ბატონო, ეს წვენი უნდა შეუშლო, დაიწიოს უნდა 1-2 თითი დადება. ზურა და უკვე მზად არის. ხაზირია. 700 ცალი გვაქვს უკვე შენ არ გახსოვს. დავთვალეთ უკვე და 700-ია გაკეთებული და კიდევ ხომ გვაქვს გაკეთებული. აბა, აი ხვა დავიწყეთ მაგის გაკეთება და შორტა შარშანდელის მაქვს 1.80 ცალი შარშანდელია. ძალიან კარგია, ძალიან. ეს დასალევათაც დასალევად პამიდრის წვენი არ ვიცი. პამიდრის სუპს ვაკეთებ ჩვენ კიდე აქ. ამით მენიუმში? ხო, გვაქვს, რა შეხედე როგორი. ეს არის ქართლში მოყვანილი. ქართლში მოყვანილი. მაგრამ გურიაში ზურა უფრო დიდები იზრდება. შარს არ ამხელა იყო ყოზით 850 გრამიანი. გაგითხა მამაჩემს რომ ელაპარაკე. 850 გრამიანი იყო შარშანდელი ყველაზე დიდი. სუნი, აი წაგაქცევს სურნელი ისეთია. და ყველაზე ძვირიღი ზეჟიში ეხლაც რო ჩამოაქვს გლეხებს ყველაზე მაღალ ფასადებენ ხარისგულას. იმისა გაპიარებული ჯიშია და მართლა კაია. მე ამისოთ ყველაფერი ვქენი მე. აუ ეს რა კაია ნახე. თავისივე ეს ხაზები რო უნწიწრილი აქვს ნახე და არა აქვს ის თეთრი არმატურები რომ იცის იმ ლაგოდეხის და სასწაული პამიდორი ვჭამეს ხოთა შორის წელს კარდენახუ. კი. ვარდისფერი გადასარევი და საოცარი გამომიგზავნეს ზუგდიდი და არც ერთი არ იყო ხარისგულა, მაგრამ იყო ძალიან გემრიელი. ნახე რა ცოტა თესლი აქვს. თესლი სადაა, აბა მაგან არ დამტაჯა. ესა აგებული ახლა 80 კილო. 80 კილო თესლია ეს. აშრება ახლა და დავაფასოებ და ჩავყრით პარკებში. შენ რომ გამომიგზავნე ერთი გაზაფხულზე მარნეულის იყო ისა? პამიდორი? პატარები რომ იყო ვარდისფერი. პირველი რო შემოდის ის არის მარნეული. ძალიან გემრიელი იყო. რაღაცა ჰიბრიდული იყო, მაგრამ ასევე კაი იყო. კი ბატონო. რა ვიცი, ეს არის ამის ჩვენება მინდოდა. შენ ისა იმ ლეჩოს რეცეპტი ბევრს საინტერესებს და კიდევ ერთხელ დაწერენი. კი ბატონო, ნახე, ეხლა რო იძე გაზაფხულზე რომ ვუიმე რა ძვირია თესლი. აი ეხლა აიღონ თვითონ შეინახონ და იქნება იაფი. ხო, დათესოს თვითონ, მოიყვანოს თვითონ, გააშროს მერე თესლი თვითონ, აახვიოს, შეასხუროს და გაყიდოს იაფად. მე ვერ გავყიდია. სულ კარგად ვთანდებოდეთ, ნახვამდის.